იცით ეს? მოხუცი ფუტკრები საღამოს სკაში არ ბრუნდებიან. ღამეს ათენებენ ყვავილებზე, რომ კიდევ ერთი მზის ამოსვლა ნახონ. აგრძელებენ რა სკაში მტვრის ან ნექტრის მიტანას, ისინი გრძნობენ, რომ მათი დასასრული ახლოსაა. არც ერთი ფუტკარი არ ელოდება სკაში სიკვდილს, რომ სხვებისთვის თვირთი არ იყოს. ფუტკარი ყველა მწერის მსგავსად ცივსისხლიანია, მაგრამ ის თბილი მეგაორგანიზმია. არის ფუტკარი, რომელსაც მოაქვს მტვერი და ფუტკარი, რომელსაც ნექტარი მოაქვს. ფუტკარი, რომელსაც მტვერი მიაქვს სკაში ნექტარს არასოდეს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაცვერას ყვავილი ყვითელია, ფუტკრების მიერ შეგროვებული მტვერი სკაში ნარინჯისფერი ხდება, როდესაც ნექტართან შერევა ხდება. ზამთარში ფუტკრის სკაში შენარჩუნების რეკორდი იყო 356 დღე. ფუტკარი შეიძლება იყოს ადამიანისთვის სასარგებლო სიკვდილის შემდეგაც, ისინი გამოიყენება სახსრების სამკურნალოდ. ფუტკრებს არასდროს სძინავთ.